Πήγα მშვიდობისა. მოკლედ წვიმს. გუშინ საღამოს ძალიან წვიმდა. მე ვიცი რომ მარტო მე არ ვარ, ვისაც წნევები აწუხებს ასეთ ამინდებში. ბავშვებიც კი როგორც ჩანს, უბრალოდ ბავშვებში არ არის გავრცელებული ეს წნევის კონტროლი, საბედნიეროდ. და მოკლედ და მინდა ვთქვა რომ რა ვიცი, მე როგორც ჩანს სუსტი ვარ ესეთი ამინდების წინაშე, იმიტომ რომ როცა ძალიან ცხელა, როცა მე აცივდება ერთი დღის განმავლობაში რომ 20 გრადუსით ზემოთ-ქვემოთ ითამაშებს. არ ვიცი ხო, რომ მარტო არ ვარ ესეთ სიტუაციაში, მაგრამ რაღაცნაირად ვაკვირდები ჩემი ცხოვრების წესს და ხვდები რომ მგონი ბავშვობიდან მაქვს უცნაური რამ, რასაც ქვია, სიცივის არატანა და ენერგიის დაქვეითება, როცა აცივდება ხოლმე, შემოდგომა ზამთარი და ხუმრობით ვიძახი ხოლმე რომ დათვი ვარ თქო, ალბათ დათვის ჯიშის ვარ თქო და ზამთრის პერიოდში რატომღაც ეს ძილიანობის ამ დროს მართლა კი არ მეძინება ხოლმე. უბრალოდ იმდენად დაქვეითებული მაქვს ენერგია, რომ მოთენთილი, მოდუნებული, არაფრის ხალისი რო არა გაქვს, ვერაფერი, ანუ ხარისხიანად რომ ვერ ცხოვრობ რა, მოკლედ. ახლა დღეს ესენი შეღებეს ეს კედელიც კი გააკეთეს ხის ლამაზად, იქ აივანი გააკეთეს ახალი, ეს ჩუქურთმებიც და რაღაცეებიც, თვითონ ჩუქურთმები. მოკლედ აქ ჯერ ნახეთ, რა დღეშია, ვერ მოასწრეს, ვერა სამწუხაროდ, თორე უკვე აქამდე შეღებილი იქნებოდა. გუშინ მეგობრებო ისე გავბრაზდი, მოკლედ თუ დაინახავთ, ხედავთ გაზის ის არა, მოკლედ მესმის ბრახუნი ჩემ კედელზე გავიხედე და ჩემ კედელზე აყენებდნენ მაგ გაზის ბრიცხვას. თან იცით რა არის, მე არ ვარ ესეთი ტიპის ადამიანი, რომ რაღაცა ვთქვათ, დავიწყო, რომ იცით რა, აქ არ გააკეთოთ, პრინციპის ამბავში არა. ყოველთვის მივესალმები მე ხო ძალიან მეზობურათაც, სხვებისგან განსხვავებით რა თქმა უნდა, არ მოწეს ისა, მაგრამ თვითონ რომ თქვეს რომ სუსტიაო რა, მოკლედ ეს კედელიო. ანუ ბზარიაო და რაღაცა და მე გადაწყვიტეს რომ ამ კედელზე დაამაგრონ. ეგ არ მომეწონა იმ თვალსაზრისით რომ მართლა შეიძლება ჩემი კედელი ანუ დაზიანებულიყო საგრძნობლად რა, ახლა არ ვიცი თქვენ მე გაჩვენებთ ეს გიფსოკარდონი რაც არის მაგ კედელზე ჩემ შიგნიდან აკრული პატარა ბზარებია წასული და ცოტა არ იყოს დავიძაბე, იმიტომ რომ ამდენი ვიბრაციის და ამდენი ბრახუნი და იმების შედეგად შესაძლებელია მოსუსტდა კედელი და არ ვიცი, ერთი პატარა მიწის როა და მეტიც არ უნდა ალბათ. ძველი სახლია თავისთავად, ახლა მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლები კიდე დიდხანს გაძლებდნენ, ჩვენს ქვემოთ მეტროც გადის, მეტროს ხაზები, ყველაფერს აქვს, ხვდებით, ახლა შეიძლება ეს სახლი უფრო გამძლეა აღმოჩნდეს, ვიდრე ახალთა აშენებული, თუმცა ასეთ მდგომარეობაში რომ უკვე და ამდენი ვიბრაციების და ამდენი იმის შემდეგ მოკლედ შეიძლება დაზიანდეს. ხო, ეს გამეცინა ერთმა კომენტარი დამიწერა, ეს სიმახინჯეო ამოავსეთო და გააკეთეთო. სხვათა შორის თავიდან რომ რემონტს რო ვაკეთებდით, კი გავიფიქრე, მაგრამ
სათავსოების არ ქონის გამო, რახან მე ახლა ამ პატარა ბარჩი სათავსო არ მქონდა. ვიფიქრე, იქნებ იყოს პატარა რაღაცა თქო. ნიკას უნდოდა ეს ბარის ეს გაკეთება, მაშინ ბარმენად მუშაობდა და იფიქრა რაღაცა პატარა ბარი რო გავაკეთოთ, მანდ სარკებით, რაღაც ლამაზად ყოფილად რაღაც. ხო და ნუ საბოლოოდ დარჩა ეს განჯინა ისე როგორც დარჩა და ეს მეორე კედელი რომ მოხსნეს, კი გამოჩნდა ეს ამბავი. ამ კედლის მოხსნას ვერ ვიფიქრებდი, იმიტომ რომ იმხელა სამუშაოა და საიდან მოაფიქრდათ საერთოდ კიბესთან არანაირ კავშირში არ იყო. ჩვეულებრივად შეეძლოთ ახლა კიბეც გამოწვევთ, უბრალოდ დიზაინის თვალსაზრისით ვიფიქრეს გავაფართოვებთ, უფრო ლამაზ გავხდით თუ არ ვიცი, თან თუ ინვესტორი მოდის და არ ვიცი, მოკლედ ალბათ თქვან რომ აი ამდენი დაიხარჯა და ანუ მეტის მოთხოვნის თვალსაზრისით, ნუ მოკლედ ეს ქართული ბუნება თუ რა ქვია ამას ყველაფრიდან რაღაცა გამორჩენა მოიძებნოს, არ ვიცი. მოკლედ ინვესტორია, ის თავისი იმითია დაინტერესებული, იმას თავისი მაქსიმუმი აქვს და თავისი მინიმუმი დაწესებული ფიქრებში და ის ყოველთვის თავისი ინტერესიდან გამომდინარე იმოქმედებს. ახლა ჩემი მეზობლის არ იყოს პირველი სართულის მეზობლის ისეთი ფასები და ისინი თქვა რომ არავინ არ დათანხმდებოდა მაგაზე, გამორიცხული იყო და ფაქტიურად გამოდის რომ სხვა მეზობლებს ანუ უქმნიდა ძალიან დიდ პრობლემებს. ხო, თან ეს შენობები ახლა არ ვიცი ეს ეზო რამდენად არის, ანუ ეს ეზო თვითონ ისტორიული ძეგლი, მაგრამ ჩვენი არის ისტორიული ძეგლების სიაში შეტანილი და ფასადი მაინც შეიძლება შეინარჩუნონ, თუმცა რა ვიცი, მე ეს ჩემი პირადი აზრია, ესეთი სახლები, აი მაგალითად წინაც თუ ხედავთ, ეხლა ეს თუ ვთქვათ ისტორიულ ძეგლებშია შეტანილი, მე მაგალითად არ მიმაჩნია ნორმალურად, იმიტომ რომ ეს სადაც აი ხედავთ უკვე რა მდგომარეობაშია, სადაც ეს სახლიც დაინგრევა, კედლები, ნუ ქვით კირიო თუ რა ქვია, მაგითია აშენებული თავის დროზე და თუ არ გაილესა, თუ არ გამაგრდა, საძირკველიც თუ არ გაუმაგრდა, აზრი არ აქვს რა, მოკლედ ისე უჯობია რაღაცა ახალი და მსგავსებული აშენდეს და ადამიანმა უსაფრთხოდ იცხოვს, თუმცა მაგაშიც ეჭვმეპარება, რამდენად ხარისხიანად აშენებენ, იმიტომ რომ ყველგან ეს ხელოსნები რაღაცა ხალტურას არიან და ჩვეულები, მოკლედ შევეშვათ ამ თემას დავიღალე უკვე, მე და ალბათ თქვენც დაგღალეთ. მოგესალმებით, გაფუძული, გაწეწილი, მოკლედ არ ვიცი აქ გაგაყენებთ თუ მოკლედ თვები მაქვს შესაღები. ხო, ეხლა უნდა გითხრათ კარგი ამბავი და ჩვენ გამომწერს ჩემ შევიდა თამამად თქვა მეგობარს ეკას და მის დასმინდა დიდი მადლობა მოუხადო იმისთვის რომ შეიძინეს ჩემი ნამუშევარი და ასევე საჩუქრებიც მომიტანეს, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ეკასთვის მაქვს სიურპრიზი. ხო და მოკლედ კიდევ დავამზადებ, რა თქმა უნდა, არაერთი ნამუშევარი მექნება კიდევ რამდენი კიდევ ვთქვი თოჯინების განახლებას მოდით ასე ვთქვათ და ვიწყებ თოჯინებზეც ასე ვთქვათ ფიქრს, ახლა რაღაცა ნაწილი შესაძლებელია თვითონ ჩემმა მაყურებლებმაც შეიძინოს, თუმცა თოჯინებს უფრო ვფიქრობ რომ სადაც მოთხოვნა არის ამისი, ანუ დღემდეა მოთხოვნა, უბრალოდ მე ვერ ხვდები თუ შეიძლება მართლა წინა სამსახურის შედეგიც არის, რომ საერთოდ
მოდით აი ესე ვიტყვი პირდაპირ არ მომერიდება ტვინი გამომირეცხა ამ სამსახურმა და ჩამომაშორა იმ გზას რაც იყო ჩემი საქმე, რაც წარმატებასაც მომიტანდა, მოკლედ ძალიან ჩამოვშორდი. კოვიდის პერიოდით ცალკე თემა, ყველა შეგვეხო, ყველა სფერო შეეხო, განსაკუთრებით ვისაც უსაფრთხოების ბალიში არ ქონდა, იმათ მეტად შეეხო. ხო და ასე რომ ეხლა ეს ზამთარი კი დაგვიბრუნდა ცოტა ხანი, მაგრამ როგორც კი დათბება, ნამუშევრებს დავაგროვებ მანამდე. კიდევ წვიმს. მოკლედ ამიდის პროგნოზს თუ ვენდობით. 1-2 თვის განმავლობაში ერთი რამოდენიმე დღე თუ გამოვიდა კაი ამინდი, კარგი იქნება. ახლა რაც დაიწყო სიცხეებით, ეგეთიც არ ვარგოდა, მაგრამ აი რო დამთბარიყო და გაგრძელებულიყო, კარგი იქნებოდა. ძალიან ზედმეტი სიცხე რო ყოფილი. ზამთარი დაბრუნდა. მოკლედ მეტყობა როგორ ვარ, როგორ ვგრძნობ თავს, აი თან აქედან კიდევ უბერავს ეს ადიელო კი ჩავჭედე მაინც დროებით, რა ვიცი, ქაფით ამოვავსებთო და თვითონ კი არიან ალბათ კომფორტულად თავის სახლში და მე არ ვედარდები. ეს ფინიკის კურკები ჩავდე წყალში და მგონი უკვე გაღვივდა, მეგობრებო. მიყვარს ფინიკები ლამაზია, მაგრამ დიდი დრო უნდა და თუ მოვახერხე სასუქს ჩავიგდებ ხელში და გავზრდი. ჩემი ფინიკი კი იქნებოდა ეხლა დიდი. დუბის რო არ შეეჭამა. მოდით ყავას გავიკეთებ ეხლა მე. და დღეს ნახოთ, აბა ჩავუჯდები მას მესამე ნამუშევარს და მოკლედ როგორ აი ვითომ რა არის, ხო, მაგრამ როგორ მოქმედებს ამინდები ადამიანებზე, არა განწყობით მარტო, ზოგადად. კარგით, ახლა ყავას გავიკეთებ და ეს უკვე მეორე ჭიქა ყავა იქნება დღის პირველ ნახევარში. ტელეფონის ვიბრაციის ხმა მისმის. იმისია. სოსოს. ზიანი დღეები მინდა, მეგობრებო. წვიმიანი ამინდი არის კარგი ზაფხულს. ანუ ზაფხულში. როცა ცივა და წვიმს, რაღაცა ძალიან ის არის. აუტანელია. სიცივე და სინესტე ერთად. მე მიყვირს ინგლისში როგორ ძლებენ საერთოდ. იქ ხო ძირითადად ეგეთი ამინდებია. დეპრესიული ხალხი. ალბათ ხელოვანი ხალხისთვის კარგია მართლა ახლა ისეთი. მეგობრებო, ახლა მინდა
ძალიან მინდა ახლა ბევრი რაღაცის გაკეთება მართლა, ანუ სურვილი არის, მაგრამ შესაძლებლობა არის დაქვეითებული ამ ამინდების გადამკიდე. აი ვერ ვგრძნობ თავს მოხერხებულად ხვდებით, აი ესე ჩაფუთნული, შეფუთნული. მე მიყვარს საქმეს რომ ვაკეთებ, ახლა ადრე თქვათ ისეთი სიტუაცია რომ მქონდეს სახლში რო თბილოდა და არ იყო რა ესეთი სიცივეები, მაისურშიც დავრბოდი და გემახსოვრებათ ვიდეოები და ვაკეთებდი, ბევრ საქმეს ვაკეთებდი, იმიტომ რომ არ მიყვარს როცა კომბოსტოსავით ხარ ჩაცმული და რაღაცა საქმეს აკეთებ. არ ვიცი, მეგობრებო, დროზე დამთავრდეს ეს არეული ამინდები. მე ეს მსოფლიოში კიდევ მეხრეები ხდება, აღარ მინდა რა არაფრის გაგონება. ირგვლივ სულ პრობლემები და პრობლემები. მგონია მის ბრალია რა ესეთი ხასიათია უკვე შექმნილი მთელ მსოფლიოში. ის თემა, რაზეც მინდოდა მესაუბრა, ეხება ადამიანის ცოდვებს, რომელსაც იმკიან ჩვენი ახლობლები, შვილები, შვილიშვილები, ანუ აი ადამიანი, რომელიც ცოდვას ჩადის, სანამ იმ ადამიანთან, ვისთანაც ჩაიდინა ცოდვა, სანამ არ მოინანიებს, სანამ პატიებას არ სთხოვს. აი ამ თემაზე მინდოდა უფრო ვრცლად ლაპარაკი, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რამხელა მნიშვნელობა აქვს საერთოდ. მაგალითად, განაწყენებული ადამიანი, გულნათკენი ადამიანი, გაბრაზებული ადამიანი, რაც უფრო მეტია ადამიანის ცხოვრებაში ესეთი, ხო? აი მე მაგალითად დაუშვათ ვაწყენე ვინმეს გული ვადგინე ან გავაბრაზე, ხო? თავისთავად, მარტო მე არ შემეხება ეს, ანუ ასე ვთქვათ, კარმულად, პირადად მე არ ვაგებ ამაზე პასუხს, აგებს ჩემი შვილები, შვილიშვილები, ჩემი შთამომავლობა, ჩემს ახლო გარემოცვაში მყოფი ადამიანები. ხოდა რამხელა დაკვირვება სჭირდება ადამიანს, ისე უნდა განვლოს ცხოვრება, ისე უნდა იცხოვროს, რომ გულნათკენი ადამიანი არ დატოვოს ირგვლივ, რომ ანუ როგორ უნდა დააბალანსოს ადამიანმა ეს ყველაფერი, რომ მოკლედ ჯამში მან ასე თუ ისე კარგად იცხოვროს. იცით ალბათ ცნობილი ფრაზა, ბაბუას ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილებიო. ეხლა მე ჩემი წინაპრები რას აკეთებდნენ, როგორ აკეთებდნენ, მე შეიძლება ეხლა არ მინახავს, არ ვიცი, მაგრამ ხო ფაქტი სახეზეა, რომ როცა რაღაცა ხდება, ყოველთვის არის რაღაცის შედეგი. ამიტომ უნდა ვეცადოთ ალბათ რა, მეგობრებო, თუ საკუთარი თავი გვიყვარს, თუ ჩვენი შვილები გვიყვარს, თუ ჩვენი ახლობლები და ნათესავები გვიყვარს, უნდა ვეცადოთ, რომ ისე ვიცხოვროთ, რომ ყოველ შემთხვევაში რაც უფრო ნაკლები გულნათკენი და ნაწყენი ადამიანი იქნება ჩვენს ირგვლივ, მით უკეთესი ჩვენი შთამომავლობისთვის. ვფიქრობ, ყველამ უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა და რაღაცა შეცვალოს რა. ნუ მე ყოველთვის ახლა ვიწყებ ხოლმე რა თქმა უნდა საკუთარი თავიდან, სულ ვფიქრობ, რომ ვინმე ნაწყენი არ იყოს ჩემზე, ვინმე გაბრაზებული, უფრო ნაწყენი, გაბრაზებული კიდე ცოტა სხვა თემა. ხო და ესე მეგობრებო, ძალიან რთულია რა, ესე არ არის რომ
როგორც მოგვეპრიანება, ისე იყოს ცხოვრება. ცხოვრებას თავისი კანონზომიერება აქვს, ეს არის საუკუნეების მანძილზე ტრიალებს ერთი და იგივე. უბრალოდ ადამიანი იმდენად ჯიუტია და შეუგნებელი, რომ რაღაცების არ უნდა ხოლმე დაჯერება და საბოლოოდ მე ესე ვიმკითხო მე შედეგებს. ხო, ჩვენი ჰუმანურობით, ჩვენი სულიერებით უნდა ვეცადოთ ყოველ შემთხვევაში რომ ოღონდ ალალად, გულწრფელად, ისე კი არა რაღაცა ხელოვნურად, მე ძალიან არ მიყვარს, მართლა მაღიზიანებს ხელოვნური ადამიანები, ვითომ ეკლესიაში მე მაპატიოს მერთმა, ეკლესიაში რომ დადის და გამოდის და ყველანაირ სისაძაგლეს რო აკეთებს და გაფიქრებით პირველ რიგში იქ მედებით თუ ლაპარაკით მოკლედ რა. ეს არის მთავარი თავი და თავი ყველა უბედურების რა. ხო და ეს არის რაც მინდოდა მეთქვა. კარგით, ახლა მე მივირთმევ ჩემ ყავას. ცხელია. შეეფერება. ყვითელი, უბრალოდ ლიმინისფერი ჭიქა, მწვანე ჟაკეტს. ხო და ესე მეგობრებო. ახლა დროზე უნდა ავტვირთო ეს ვიდეო. მე მოვაპატიეთ რომ ესეთი მოვედი. მოუწესრიგებელი, პირდაპირ აი კამერა ჩავრთე. იმიტომ რომ სოსო ელოდება ტელეფონს, მოკლედ. კარგით აბადროებით და რა ვიცი თუ მოხდა სასწაული საღამოსაც ჩავწერ ვიდეოს. კარგით აბა გაკოცეთ და ყველაფერი წარმატებებს გისურვებთ ყველანაირ სიკეთეს. და თქვენ გულებში, თქვენ სულებში იყოს აი ეს როგორ იტყვიან აი ეს ლამპარი, რომელიც არასოდეს არ ჩაქრება, ის სინათლე, სიხარულის შეგნების თუ როგორ ვთქვა, აი ეს ყველაფერი საუკეთესოსი რა მოკლედ. კარგით აბა ამ მოღრუბლ და წვიმიან ამინდში კარგ განწყობას გისურვებთ. აბა დროებით.